მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ყველა თემასთან დაკავშირებით მზად ვართ ღია დიალოგისთვის, რა თემაც არ უნდა იყოს დაწყებული კანონებით. ამის შესახებ მედიასთან მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებით მუშაობს და იმისთვის, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს, ღია დიალოგისთვის მზად არიან. როდესაც ევროპარლამენტარები საქართველოში თავს ესხმიან მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხველი. როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზა ლიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხველი. რეალურად ამ მდგომარეობაში ჩაიგდო საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. როდესაც ევროპარლამენტი თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არავითარი შეფასებაც კი არ სჭირდება. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია, იმისთვის რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის. განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპელი პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არც ერთ კრიტერიუმს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის ხტომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს ამ დოკუმენტის მომზადებაში მათი წარმოუდგენელი ერთიანობისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არც ერთ კრიტერიუმს. აღნიშნა ევროპარლამენტარმა მისი თქმით სჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის ფარგლებში ევროპის საბჭო და კონფლიქტის საქართველოში მე-13 გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს საგარეო უწყების თანახმად ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. 2026 წლის 6 მაისის უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიკასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს. ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ერევანში 4 მაისს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით კომუნიკაცია უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ასევე შეხვედრას საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიკა ესწრებოდნენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად დახმარების თხოვნით მიმართავს ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარს, რათა შესაძლებელი გახდეს აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვების მშობლებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა. როგორც ზურაბიშვილმა თავის Facebook გვერდზე განაცხადა, პარალელურად ანალოგიური თხოვნით მიმართავს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რათა საკითხი გადაეცეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს. ამავე დროს იგივე წერილით მიუმართავ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომ გადაეცეს სახელმწიფო დეპარტამენტს იგივე თხოვნა, რომ ამერიკელებმაც, რომლებიც ასევე ძალიან ბევრი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს გვერდით იყვნენ. რეალურად ჩვენ ვერ დავამარცხებდით იმ დაავადებებს, რომ არა ამერიკის დახმარება ამ მომენტში ამ დროს გამოგვიწოდონ კიდევ დახმარების ხელი. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია. ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკროლი. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტთან ქართულ მხარეს სულ უფრო ნაკლები სასაუბრო რჩება. ევროკავშირის ეს ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს თვისებრივად იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს შეეძლოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს, განაცხადა პაპუაშვილმა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება. Sky News-ის ინფორმაციით ამის შესახებ აღნიშნულია ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებაში. აგრესორის საფრთხეების ნეიტრალიზებითა და ახალი პროტოკოლების შემუშავებით ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო და სტაბილური გადაადგილება უზრუნველყოფილი იქნება. აღნიშნულია განცხადებაში. ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი მადლობას უხდის სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის კაპიტნებს ჰორმუზის სრუტის რეგულაციების დაცვისა და რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკის ოპერაცია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანას ისახავს, მიზნად მცირე დროით შეჩერდება. ტრამპის განმარტებით ირანთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. გერმანია დაჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება. დროსული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ბერლინში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია უარყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნად იქცა. ნიშანდობლივია, რომ უარყოფს რა, რომ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ქვეყნად იქცა. გერმანია ყველა მინიშნებით რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მომზადების კურსს მისდევს, რაც ქვეყნის დაჩქარებულ მილიტარიზაციას, ბუნდესვერის გაფართოებას და სამხედრო სექტორის საბიუჯეტო და ნასესხების სახსრებით გაჯერებას ითვალისწინებს, აღნიშნა ელჩმა. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი ტელეგრამ არხების ცნობით ნანგრევების ქვეშ შესაძლო ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა, რომ დრონებმა საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს. გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.